მხოლოდ ერთი პატარა ხრიკით შეგიძლია გაარკვიო, თუ რამდენ წუთში დაეწევა წუთების სისარი საათის სისარს. პირველი, რასაც ვაკეთებთ, უნდა გამოვთვალოთ ეს რამდენ გრადუსიანი კუთხეა, რადგანაც სულ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 სრული კუთხე, რომელიც 30 გრადუსიანია, ესე იგი გვაქვს 5x30, რომელიც არის 150 გრადუსიანი კუთხე. ეს ჩვენი 150 გრადუსიანი კუთხე უნდა გავყოთ 5.5-ზე. იცით რატომ ვყობთ 5.5-ზე? ჩვენ ხო ვიცით, რომ ერთ წუთში საათის სისარი გაივლის 0.5 გრადუსიან კუთხეს. ერთ წუთში წუთების სისარი გადის 6 გრადუსიან კუთხეს და ყოველთვის ყოველ ერთ წუთში საათის სისრები და წუთების სისრები ერთმანეთს უახლოვდებიან ან შორდებიან მათი სხვაობით. ანუ 6 რომ 0.5 გრადუსი გამოვაკლოთ არის 5.5. სწორედ ამიტომ ვყოფთ პირდაპირ. 150 რომ გავყოთ 5.5, მოდი წილადად გადავაქციოთ, ეს იქნება 5.5. აქვე რომ შევკვეცოთ იქნება 1/2. ეს იგივეა, რაც გაყოფის ნაცვლად დავწეროთ გამრავლება, მნიშვნელი ავიტანოთ მრიცხველში, თან მოვაცილოთ მთელი, 2x5 არის 10, იქაც 1/11 და დავწეროთ მნიშვნელში. ეს იქნებოდა 300 მე-11 და ახლა გამოვყოთ მთელი. ამაში გამოიყოფა 27 ნიშნელი უცვლელად გადმოვიტანოთ, 27 არის 297 და ნაშთი დაგვრჩება 3, რომელსაც ვწერთ მრიცხველში. აი ამდენ 27.3 მე-11 წუთში დაეწევა ჩვენი წუთების სისარი საათის სისარს. მოდით ეს თქვენ გამოთვალეთ, რამდენ გრადუსიანი კუთხეა და შემდეგ რამდენ წუთში დაეწევა წუთების სისარი საათის სისარს. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც. კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო მარტივ გზას და ხრიკს გასწავლი.